გამარჯობა მეგობრებო, ეს არის უკვე ჩვენი მესამე ვიდეო Ford Fusion ორდანულ ჰიბრიდზე, რომელიც არის 2018 წლიანი. ჩვენ ამ ვიდეოში უნდა ავაწყოთ ეს მანქანა, სულ ახალ ნაწილებით, რომლებსაც თანდათან გაჩვენებთ. მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ეს, რომელიც დგება შიტოკის ქვემოდან და მანქანაზე იყინა ესე, რომელიც იყო ორად გაყოფილი. მეორე ნაწილი ჩვენი დამტრეულია და ვიყიდეთ ესეთი ახალი, რომელიც არის მთლიანი. არ არის შუაზე გაყოფილი და დგება ერთიანად. ეხლა ჩვენ დავაყენებთ ამას. მოვრჩით ამ პლასმასის დაყენებას. ესე მყარად დადგა და ეხლა უნდა დავაყენოთ კრილო. და აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი სულ ახალი კრილო, რომელიც უნდა გავხსნათ ეხლა და დავაყენოთ. ჩვენი კრილო შეფუთულია ესეთ კარდონში და დამაგრებულია ესეთ კახებით. აი ჩვენი კრილო, რომელიც უნდა დავაყენოთ ახლა. ესე უნდა დადგეს ჩვენი კრილო. აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი ახალი ფარი, რომელიც არის LED განათებით, როგორც წინა იყო, წინა ძველი ფარი და ეს უნდა დავაყენოთ ახლა თავის ადგილას. დავუყენებთ სამაგრებს და დავაყენებთ. აი მეგობრებო, დავაყენეთ ჩვენი ახალი ფარი და ახალი კრილო. ეხლა გავასწორებთ ზაზორებში და შემდეგ დავუყენებთ წინა ბამპერს. დავუყენოთ შიგნით ამოკიც. გარეთაც დავუყენოთ, აქ მაღლაროა. აი მეგობრებო, გავასწორეთ ზაზორებში. კაცფართანაც კარგად ზის. ჩვენ ახლა უნდა დავაწევოთ ეს ცხაურების დამჭერი, რომელიც დგება წინა ბამპერის ქვემოდან და იჭერს მაღლთა და დაბლთა ცხაურებს. ეს არის გატეხილი აი ამ ადგილში, აი აქაც და აი აქაც. ამებს დავაწებებთ. ჯერ შევადუღებთ, მერე სტეპლერებით გავამაგრებთ და ზემოდან წავუსვევთ წებოს, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. ესე შევადუღოთ. გამოვატრევთ და მეორე მხრიდანაც შევადუღოთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა სტეპლერებით უნდა გავამაგროთ ჩვენი შედუღებული ადგილები და შემდეგ გადავლესოთ. სტეპლერებით მოვრჩით
და ეხლა ზემოდან გადავლისავთ. მეგობრებო, აი ჩვენი აბეწებო და ამას აულებთ ეხლა და წავუსვამთ ჩვენს გატეხილ ადგილებზე. დავსრულეთ ჩვენი ცხოვრების დამჭერის დაწყება, საკმაოდ კარგი გამოვიდა. ყველგან იდეალურად უსვია წებო. აი მეგობრებო, ჩვენი ახალ წინა ბამპერი, რომელიც არის ტაივანის და ცოტათი არის დაღუნული ეს ზედა მხარე. უნდა შევათმოთ ფენით და გავასწოროთ. შემდეგ მოვაჭრათ ესენი და ავაწყოთ ცხაურები. დაუყენოთ და გვერდებზე ტუმანიკები. იცი დავყენოთ. აი ჩვენი ახალი ცხაურები. ძველები დამტრეული იყო. თხილად მოვაჭრათ. ისე რომ არ გავაფუჭოთ ბამპერი. ერთი მოვსწრა. ახლა შემდეგი სწორად ეს ზედაპირები მაინც ახლა გადავიდეთ ბოლოზე. მოვაჭერეთ ესენი. ახლა უკვე ქრაუნის ფენით ბამპერის ნელ-ნელა შეთბობას ვიწყებთ. კონკრეტულად ჩვენ ფენს აქვს 9 სიმხურვალის სიძლიერის და 3 დაბერვის დონე. ჩვენ სიმხურვალის დონე რომ 9-ზე დავაყენოთ პლასმასი დადნება, ამიტომ ჩვენ გვიყენია 7-ზე და დაბერვის 3-ზე. ახლა ჩვენ ესე დავიჭერთ, რადგან შეინარჩუნოს თავისი ფორმა და შემდეგ გავაგრძელებთ მეორე მხრის გათბობას. აი ვათბობთ ჩვენი ფენით. მეგობრებო, ჩვენი წინა ბამპერი არის ზედმეტად ბრტყელი და უნდა გავახუროთ აი ამ ადგილებში მიახლოებით და ცოტათ უნდა გადმოვღუნოთ. ეს რახან არის ტაივანში დამზადებული, ანუ არ არის ორიგინალი, არის რეპლიკა, ცოტათი შეცდომები აქვს და ამიტომ ჩვენ გავასწორეთ ამ ყველაფერს. ჩვენი ქრაუნის ფენით. აი გავასწორეთ და ეხლა უნდა დავუყენოთ ცხაურები.
აი მეგობრებო, ვაწყობთ ჩვენს ბამპერს. ესეც დავუყენეთ. აი მეგობრებო, ჩვენი ტუმანი გეგმა დავაყენეთ ახლა. ნახეთ როგორ მყარად დადგა. ლაკეთაც. დავუყენოთ ჩვენი პლასმასი. აი მეგობრებო, ავაწყოთ ჩვენი წინა ბამპერი. მორჩით და ახლა უნდა წავიდეთ დავაყენოთ. დავაყენეთ ეს პლასმასებიც, რომლებიც კარგად დაждდა. და წავალთ ახლა დავაყენებთ. აი მეგობრებო, ჩვენს ტუმანიკებს სჭირდება ასევე ახალი ჩამრთველი, რომელიც არის ეს ორიგინალი ჩამრთველი ვიყიდეთ. და ახლა გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ იგი. აი ესე ცოტა ძლიერად ჩამოვაწვევით. აი ესე ჩამოვიდა ჩვენი ეს პლასმასი. და ახლა დავუშვებთ აი ამ 7-იან ორ შურუფს. ესე უნდა გამოვაწვეთ ამასაც. რომოდან აი ესეც ასე. გამოვიღეთ ჩვენი პლასმასი. ეხლა ჩავხსნით აქედან, შტეკერიდან და შევცვლით. აი ესე ჩავაწვევით ამ 4 მხრიდან და ჩავადაბლა. აი ესეც ასე. მოხსენით ჩვენი ძველი ჩამრთველი. და უნდა ვაყენოთ აი ეს, რომელიც არის ჩვენი ახალი ჩამრთველი. ესეც ასე დაყენდა ჩვენი ახალი ჩამრთველი. ვნახოთ მუშაობს თუ არა. დავუქუქეთ მანქანა. დავათ ვონთეს ფარებს.
იანთებს. სულ ჩამთველი მუშაობს. ეხლა კი შევსვათ დავაყინოთ და ჩვენ ჩამთველის დაყენებაც მორჩა. დავუჭიროთ შვიდიანი შურუფები. მორჩა დავაყენოთ უკვე. კარგად შევსვათ ყველგან. ყველაფერი კარგად ზის. ესეც ჩვენი ახალი ჩამთველი. ჩვენ მანქანაზე ეს შტეკერი არის გადაკეთებული, ანუ ჩაჭრილია და გადამულია პირდაპირზე, ამიტომ ჩვენ ახალი კაბელი რომ დავაყენოთ, გჭირდება შევაერთოთ ეს კაბელები, ანუ დავაპაიანოთ. ჩვენ ახლა უნდა დავაპაიანოთ ეს კაბელი აქ თავის ძველ ადგილზე. ეს არის ჩვენი პაიანი, რომელიც ვიყიდეთ, არის სულ ახალი. ეს არის ამის კალა. ესაც ვიყიდეთ და ეს არის უნდა ჩავაყოფინოთ ხოლმე თავი, რათა არ დაიწოს, ან არ მიიგრეს. და ესაც დასადები მოყვა. სამწუხაროდ მე ვერ გადავიღე დაპაიანების პერიოდი, მაგრამ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა, იდეალურად დავაპაიანეთ ის ორივე კაბელი. ახლა ახლიდან ვუკეთებთ პლასმასის სამაგრებს ჩვენ კაბელს. სუსტად ზომებზე ვაკეთებთ. რათა კაბელი არც დაჭიმული იყოს ძალიან და არც დიდი ადგილები იყოს ამ შესასმელებს შორის. რომ დავაყენეთ ჩვენი წინა ბამპერი, ახლა დავუჭერთ ყველა მხარეს ბოლტებს, შევსვათ აი გვერდებში. პლასმასი ვიყიდეთ, ჩვენი ძველი იყო გატეხილი, ეს მხარე მოტეხილი ქონდა მთლიანად და უნდა დავუჭერთ ჩვენი წინა ბამპერი. ამას ესე ქვემოდან ამოვდებთ. ეს ბოლტიც წინაზე რო ჩაგვიწყდა, ახალი გვაქვს. და დავუჭიროთ ახლა. მეგობრებო, ზემოდან დავუჭიეთ ეს 5 ვოლტი. ახლა ქვემოდან დავუჭერთ 11 შურუფს. შვიდიანი შურუფებია და ჩვენი წინა ბამპერის დაყენებასაც მოვრჩებით. აი მეგობრებო, დავაყენეთ ჩვენი წინა ბამპერი და უნდა დავაყენოთ ახლა ეს პლასმასი. Situat. Jetzt dauert gar nicht. აი ჩვენი ზაზორები ესე დადგა. აი მეგობრებო, ეს ჩვენი პლასმასი უნდა დავაყენოთ ახლა და შემდეგ უბრალოდ დავაყენოთ და ჩამოვსვათ. დავაყენებთ ჩვენს შიგნითა პლასმასს.
აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი სულ ახალი კარტი, რომელიც უნდა დავაყენოთ ახლა. დავუყენებთ თავის ეს სკრეპებს, აქ ხდება შავები, აქ თეთრები. დავუყენებთ კიდევ აქ ჯდება რეზინა, მაგას დავუყენებთ და მივაყენებთ მანქანაზე. ავიშავთ ამ შავ სკრეპებს. ისინი ვიყიდეთ ახლები, რადგან ჩვენსაზე იყო დამწროებლები. ისიც ასე, ეს რეზინაც დავუყენეთ, აი. ისე დავაყენოთ თეთრი სკრეპებიც. Jetzt დავაყენოთ. დავაყენეთ ეს ჩვენი სკრეპები და ახლა მივაყენოთ თავის ადგილას. შავ სკრეპებს ვცევსოთ და მორჩა ჩვენი კარტის დაყენება. ჩვენი უკანა ბამპერის დაბლთა პლასმასი არის გამოვარდნილი და ამის მიზეზი არის ეს გატყდა ეს პლასმასი და შემდეგ გამოვარდა აი ამ სამაგრიდან. ამ სამაგრს ქვემოდან მოვაჭრით, ამოვიღებთ და შემდეგ ჩვენი თოფით, აი ესეთი თოფი გვაქვს, გავუკეთებთ ესე დავამაგრებთ ამით. ესე მოვაჭრეთ ჩვენი კუსაჭკით ქვემოდან ნაწილი. ახლა ეს უნდა შევადუღოთ. ესე ჯერ ჩავხედოთ წეპლების ზომებზე. ამ მომენტში ცეცხლი არ მაქვს, ანუ გაზი და გავაკეთოთ მის გარეშე. დაიჭერს ისედაც ეს სტეპლერი საკმარისად. აქეთ ვეღარ გავხვრეტავთ უკვე, იმიტომ რომ ძალიან ნაპირზე უწევს და გატყდება პატარა შეიძლება მიდევაზე გატყდეს ეგრევე, ამიტომ დავტოვოთ ესე ერთზე და ისე გავაკეთოთ. შევსვით ესე და ჩვენი თოფით გავაკეთოთ ამ შევაერთოთ. ჩვენი თოფი ძალიან პრესავდა ამ პლასმასებს, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ამიტომ პლასმასის ხამუთებით დავამაგრეთ იგი. მოვჭით ამ მანქანის დროებით აწყობას, ან დროებით აწყობას იმას გულისხმობს, სანამ გავკრასკავთ იქამდე, ტუმანიკები შევაერთეთ, დავაყენეთ წინა მარცხენა კრილო, წინა მარცხენა ფარი, ასევე მარცხენა კარნიზი და უკანა ბამპერის ქვედა პლასმასი აღვადგინეთ. ეს ნაწილები იყო ტაივანის და სულ ახალ-ახალი. თუ გაინტერესებთ მეტი ესეთი ვიდეოები, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხი ლაიკი და დაალაიქეთ ჩემი ყველა ვიდეო. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ფორდის ვიდეოების გადაღებას და ახლა ის გადამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. ნახვამდის.